Დღემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის დროა მე ლიკა მეკუთვნიშვილი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენს გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ბიზნეს ისტორიებს გაგიზიარებთ. თანამედროვე ბიზნეს გარემოში პროფესიული განათლება და ტურისტული სექტორის ინფრასტრუქტურული განვითარება ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამწევ ძალას წარმოადგენს. დღევანდელ ეთერში ორ განსხვავებულ, თუმცა თანაბრად საინტერესო ინდუსტრიას განვიხილავთ. პირველ ბლოკში ციფრული პროფესიებისა და ბეჭდვითი დიზაინის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში გადავინაცვლებთ და ბათუმში დასვენებისა და ცხოვრების სრულიად ახალ პრემიუმ სტანდარტს გავაანალიზებთ. თუმცა მანამ სანამ ამ თემებს ჩვენ სტუმრებთან ერთად დეტალურად დავფარავთ, იქამდე ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს უნდა გადავხედოთ. საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედია საშუალება უნჯი შეიძინა ცვლილებები ბიზნეს რეესტრში უკვე აისახა ბიზნეს მედია საქართველომ სრულად შეიძინა შეპესე ფორმულა პროდაქშენისა და ნინო ტეფნაძის საკუთრებაში არსებული უნჯის 14,25%-იანი და 5%-იანი წილები. ამასთან BMG მიყიდა შეპესე ომიდია მედია, რომელიც თავის მხრივ უნჯის 75% წილს ფლობდა. შედეგად BMG გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ უნჯის ბრენდი მედია ბაზარზე დარჩება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით ივნისში საარსებო შემწეობა 584,127 პირმა აიღო, აქედან 183,691 ადამიანი დასაქმების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლია, რომელიც მიმდინარე წლიდან გაჩერდა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის ახალი ბენეფიციარები აღარ ემატებიან. მაისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა კლება 20,896 შეადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა ამდენმა ადამიანმა დატოვა, რადგან მათგან ნაწილს შესაძლოა სოციალური მომსახურების სააგენტო ამოწმებდეს და ამიტომ აღარ ირიცხებოდეს ივნისის სტატისტიკაში. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატიკო ჭლავაზაშვილი მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა სექტორში სერიოზულ ბარიერებს აჩენს. მისი თქმით, პროგრამა ძირითადად მსხვილ ინტენსიურ მეურნეობებზე ორიენტირებული, შესაბამისად მცირე და საშუალო ფერმერები პროგრამის მიღმა რჩებიან. ეს კი ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების ისედაც კლებად დინამიკას კიდევ უფრო დააჩქარებს. ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური ვითარების გამო მიმდინარე წლის დასაწყისიდან შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება ეტაპობრივად იზრდება. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი იტყობინება. ორგანიზაციის ინფორმაციით ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩინეთის საკონტეინერო სიანის ტერმინალიდან ყაზახეთის გავლით ბაქოსთან განლაგებულ ალიათის ნავსადგურამდე 40 ფუთიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება თითქმის $500 გაიზარდა. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2020 წლის შემდეგ პირველად შემცირდა, როგორც IEA-ის სტატისტიკით დგინდება მოთხოვნის მაჩვენებელი დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ირანის ომმა და რეგიონში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შეფერხებამ გამოიწვია. შრომის ბაზარზე ციფრულ პროფესიებსა და გრაფიკულ დიზაინზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. სწრაფად ცვალებად ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, მხოლოდ თეორიული ცოდნა ცხადია საკმარისი არ არის და პრაქტიკულ უნარებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სტუდენტებსა და კომპანიებს სპეციფიკურ ბაზარზე მორგებულ კურსებს თავაზობს. დიზაინისა და პრინტის აკადემიამ რებრენდინგი განიცადა და ახალი სასწავლო სეზონიდან ბაზარზე დიზაინის და ბეჭდვის აკადემიის სახელით პოზიციონირებს. აკადემია აფართოებს სასწავლო პროგრამებსაც, ნერგავს ხელოვნური ინტელექტის მოდულებს და აქტიურ B2B თანამშრომლობას იწყებს. საგანმანათლებლო ბიზნესის სპეციფიკასა და ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ჩვენი პირველი სტუმარი ისაუბრებს დიზაინისა და ბეჭდვის აკადემიის დამფუძნებელი ქეთი ქურციკაშვილი გვერდდება ახლა საქმიანი ამბების გასაზიარებლად პირდაპირ ეთერში. ქეთი,
მოგესალმებით. მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ გავაზიარებ აკადემიის შესახებ სიახლეებს. მადლობა პირიქით თქვენი დროისთვის და იმისთვის, რომ მუდმივად მზად ხართ, რომ BMG-ს ჩვენს საქმიან აუდიტორიას გააცნოთ და გაუზიაროთ ის სიახლეები, რასაც როგორც ნერგავთ და უდგახართ სათავეში. სიახლე არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ბოლო, რაც გვინდა რომ ჩვენს გავაზიაროთ, არის რებრენდინგი. ეს მოდი ავხსნათ, სახელწოდების ცვლილება თვალსაჩინოა, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიცვალა შინაარსი, შეიცვალა სტრუქტურა, რა სტრატეგიული მიზანი ედო ამ ყველაფერს საფუძვლად. დიზაინის და ბეჭდვის აკადემია მოგეხსენებათ არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც შესაძლებელია პროფესიული ცოდნის მიღება. ჩვენი ძირითადი მიმართულებები არის გრაფიკული დიზაინი, პოლიგრაფია და ბეჭდვასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები. გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამები, რომელიც შედგენილია გამოცდილი სპეციალისტების მიერ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული დავალება, თემა ზედმიწევნით არის შესწავლილი და დაწერილი. თავიდან ფიქრობდით, რომ სხვა მიმართულებებს არ დავამატებდით და უკვე მუშაობთ ამ ყველაფერზე. რებრენდინგის პირველი ეტაპი ეს იყო, რომ სხვა კურსები დაგვემატებინა. როგორ გაფართოვდა ამ მხრივ პორტფელი და დარჩა ტრადიციული მიმართულებები თუ სრულად განახლდა და შეიცვალა და რაღაცა ახალი მიმართულებები წამოვიდა უფრო პრიორიტეტში? ტრადიციული მიმართულებები რა თქმა უნდა დარჩა, მათ შორის გრაფიკული დიზაინი, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ ჩვენ. და მინდა ვთქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროსთვის, თუმცა ეს არის დამატებითი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ისევ დიზაინერებისთვის. ანუ ადამიანმა თუ არ იცის გრაფიკული დიზაინის საფუძვლები, რაღაც საბაზისო ცოდნას არ ფლობს, ხელოვნური ინტელექტს რა თქმა უნდა ვერ გამოიყენებს და ამ მხრივ დავამატეთ ჩვენც და გავახანგრძლივეთ თეორიულ საფუძვლებს, დავამატეთ პლუს როგორ უნდა გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი სწორად. და რა თქმა უნდა, ბეჭდვასაც მოიცავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ აქვს ხო, პრინტი რატო შეიცვალა ბეჭდვით? ხო, უფრო ქართულად ჟღერს და ამიტომ. თორე შინაარსი ასე ვთქვათ, კი, შინაარსობრივად ნამდვილად არ არის ცვლილება. აი, კეთი თქვენც ახსენეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაც წამოვიდა აქაც პრიორიტეტში, როგორც პრინციპში ფაქტობრივად ყველა სხვა სფეროში, ხო? თუმცა აქ ერთი განსხვავება ის არის, რომ ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანი, რომელზედაც ხშირად გვესმის, რომ შეიძლება ჩაანაცვლოს, გააქროს, ყოველთვის ყველა ასეთ, ასე ვთქვათ, რეიტინგში თუ მიმოხილვაში ვხვდებით ხოლმე გრაფიკულ დიზაინერს და ამ შემთხვევაში თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რამდენად ხდება ეს რეალური კონკურენტი და მათ შორის აი ხელოვნური ინტელექტის ადაპტაციით ამასაც ხომ არ ცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს აქეთაც ასე ვთქვათ გადაიყვანოთ ამ რელსებზე, ვინც კლასიკური გრაფიკული დიზაინერის სასწავლად. რა თქმა უნდა, ყველა დიზაინერმა უნდა იცოდეს ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება, ეს ამარტივებს უბრალოდ სამუშაო პროცესს, სრულად არ ანაცვლებს, რა თქმა უნდა. ვერ ჯერჯერობით? ვერ ანაცვლებს კი. ხელოვნური ინტელექტის კურსი თქვენ შემთხვევაში რას მოიცავს, რას ასწავლით და დაინტერესებულ პირებს ასე ვთქვათ, რა მიმართულებით შეუძლიათ ცოდნის გაღრმავება? იმიტომ რომ ესეც ბევრ სტრესს მოიცავს, ხო? რა თქმა უნდა, გრაფიკული დიზაინის შემთხვევაში პირველ რიგში ვასწავლით თეორიულად, სად შეიძლება გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი და სად არ შეიძლება რომ გამოიყენო, იმიტომ რომ საბეჭდი ფაილების მომზადების დროს არ არის სწორი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, იმიტომ რომ არ იბეჭდება სწორად და კარგად. შესაბამისად არის რაღაცეები, რაშიც კარგია, რაშიც არ არის კარგი, ამას ვასწავლით და დამატებით ხელსაწყოებს, როგორ უნდა შექმნან ვიზუალი, როგორ უნდა დაარედაქტირონ. ლოგოს შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტს საერთოდ არ ვიყენებთ, იმიტომ რომ დამატებით ვიზუალურ ნაწილს ცოტა აფუჭებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ალბათ დაიხვეწება და ამას ჩვენც თვალს ვადევნებთ და ნელ-ნელა ვნერგავთ, რომ ვასწავლოთ. ზოგადად წელიც მინდა რომ შევაჯამოთ, პრინციპში 2 კვარტალი, რა მონაცემებით შეიძლება რომ ხელშესახები იყოს, იმიტომ რომ სეზონი იხურება და სანამ სასექტემბრო სიახლეებს მოვიკითხავთ, წელს რამდენად გამოჩნდა ინტერესი, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა, დინამიკაში როგორ ხართ, რამდენად მოყვებიან, მათ შორის რაღაცა ახალი ადამიანებიც თუ ინტერესდებიან.
ინტერესი გაიზარდა უფრო მეტად, პირიქით არ ყოფილა ისე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს და მოდი გრაფიკული დიზაინი აღარ ვისწავლოთ, პირიქით დიზაინერებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც დამატებით უნდათ ხელოვნური ინტელექტი სწორად როგორ უნდა გამოიყენონ, პლუს კომპანიები უკვე დასაქმებული თანამშრომლებისთვის გვაქვს გადამზადების პროგრამა, როგორც ტექნიკური საბეჭდი მიმართულებით, ისე გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და სიახლე რაც დაგვემატა არის ის, რომ დანადგარებთან მუშაობასაც შევასწავლით, უშუალოდ უკვე კომპანიებში ჩვენთან სწავლობენ თეორიულ ნაწილს და უკვე პრაქტიკულ ნაწილს გაივლიან კომპანიაში. ზოგადად B2B თანამშრომლობას რა წილი აქვს თქვენს პორტფელში, რადგან ახლა კომპანიები ახსენეთ, ეს არიან თქვენი სტრატეგიული პარტნიორები მათ შორის და აი ამ ხრივაც თუ გაქვთ სიახლეები, რომ მარტო B2C კი არა, B2B მიმართულებაც გააქტიურებთ. კი, აი სარეკლამო კომპანიებთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, თვითონაც ბიზნესისთვის მუშაობენ და შესაბამისად გრაფიკული დიზაინი და ბეჭდვა, რადგან ემსახურება ბიზნესს, რომ უფრო უკეთ გამოჩნდნენ ბაზარზე, რა თქმა უნდა, სწორი ცოდნა აუცილებელი არის. ამიტომ ამ ხრივ ჯაჭვურად არის ყველაფერი გადაბმული ერთმანეთთან და ანუ ცოდნა არის მაინც სათავე, რასაც ვაძლევთ და რა თქმა უნდა, ეს ბიზნესის განვითარებას ეხმარება. კეთი, აი, სტატისტიკა როგორი არის მშრომის ბაზარზე დასაქმების თვალსაზრისით, თქვენი გადამზადებული კადრები რამდენად ხდებიან, მათ შორის მაღალ ანაზღაურებადი ამ ბაზარზე მოთხოვნადები? რასაც ჩვენებს დინამიკა? ჩვენი სტუდენტების უმეტესობა დასაქმებული არის თან საკმაოდ წარმატებულ კომპანიებში. უკვე 2-3 წლიანი გამოცდილება აქვს რამდენიმეს და ჩვენ შესაძლებლობაც მივეცით, რომ ჩაეტარებინათ ლექციები, ვინც სწავლების სურვილი გამოთქვა, ამიტომ ძალიან კარგად არის ამ ხრივ ყველაფერი. მუშაობს ეს მენტორინგის პროგრამა, რომ შემდეგ უკვე რაღაც 3 წლიანი პრაქტიკის მერე შეუძლიათ დაბრუნდნენ და კი, მუშაობს. თან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მხოლოდ პროფესიული ცოდნა არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ასწავლო აუცილებელია ცოტა სწავლის მეთოდები, სტუდენტთან კომუნიკაციის ხერხები და ამ ხრივაც განვითარებას ვცდილობთ. ჩვენთან უკვე ჩვენი 3 კურსდამთავრებული არის დამწყები მენტორის პოზიციაზე დასაქმებული. ესე იგი ფაქტობრივად რაღაცა შიგნითვე აბრუნებთ ამ ტალანტის გადინება არ ხდება და ისევ ეხმარება ბიზნეს ზრდასა და განვითარებაში. სექტემბრისთვის უკვე ახალი სასწავლო წელია და ყველა რაღაც სიახლეებით ხვდებით ხოლმე, თქვენ შემთხვევაში რა იქნება ეს სიახლეები, ახალი კურსების დამატებასაც ხო არ უნდა ველოდოთ? კი, ახალი კურსები უკვე შემუშავებულია და სექტემბრიდან გავაზიარებთ ამ ყველაფერს, უკვე სხვა მიმართულებებს გულისხმობ, არა მხოლოდ გრაფიკულ დიზაინს და ბეჭდვას და სიახლე არის ის, რომ ვიწყებთ 6-თვიან პროგრამას, აქამდე იყო 2-თვიანი, 3-თვიანი, 4-თვიანი და რადგან ჩვენი კურსები ესე ჯაჭვურად არის ერთმანეთთან გადაბმული, გადავწყვეტეთ, რომ 6-თვიანი პროფესიული პროგრამა დაგვეწყო გრაფიკული დიზაინის და პოლიგრაფიის, სადაც ვიზუალურ ნაწილსაც ისწავლიან, დამატებით ხელოვნურ ინტელექტს და საბეჭდ ფაილებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა დეტალს. ზოგადად ბეჭდვამდელი პროცესების და მათ შორის ამ დიზაინის რაღაც კორელაციას და ამ ერთობლივ სწავლას რა მნიშვნელობა აქვს? რა უპირატესობას მისცემს ეს სტუდენტებს, როგორ ფიქრობთ? მნიშვნელობა ის აქვს, რომ არასწორად მომზადებულმა საბეჭდმა ფაილმა შეიძლება გააფუჭოს ვიზუალურად დახვეწილი დიზაინი. შესაბამისად, დიზაინერები, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს, არ არის საკმარისი. სასურველია, რომ იცოდნენ, როგორ იბეჭდება, იმიტომ რომ შეიძლება ფერის ცდომილება იყოს, ზომის ცდომილება იშვიათად, მაგრამ ესეც არის ხოლმე, ამიტომ სრულყოფილად შესწავლა ბევრად შედეგიანი არის. და ბოლოს ბეჭდის სახელოსნოზეც მინდა რომ მკითხოთ აუცილებლად და პრინციპში ეს არის ყველასთვის, ხო, განურჩევლად იმისა, ვის რა პროფესიული გამოცდილება აქვს, რა უნარები აქვს და აქვს თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, შეხება ყოველდღიურ პრაქტიკაში ამ თვალსაზრისით შეიძლება უბრალოდ რაღაცა ჩვენი გულის ჭია გავიხაროთ და ერთი დღით უნდა ჩავერთოთ ამ ყველაფერში, ხო? რა ინტერაქციულ მეთოდებს მოიაზრებს და როგორია, ასე ვთქვათ, დატვირთულობა რა პერიოდში ერთხელ ტარდება ეს კურსები და მოთხოვნაც რამდენად მზარდია აი ამ თუნდაც დაწყებიდან დღემდე. ბეჭდვის სახელოსნო ძალიან საინტერესო მიმართულება არის. ეს არის 2-3 დღიანი ვორქშოპების სერია, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ბეჭდვასთან. წეგან რაც ვახსენე ვიზუალი და ბეჭდვის კომბინაცია, ვასწავლით მაგალითად ღვინის ეტიკეტის დიზაინი, როგორ უნდა მოამზადო, შეფუთვები რაც მოთხოვნადი არის, ვატარებთ მეწარმეებისთვისაც მასტერკლასს, მაგალითად რისთვის სჭირდებათ ლოგო, რისთვის სჭირდებათ საერთოდ ვიზუალური იდენტობა,
და ძალიან კარგი არის ხოლმე მოსასმენად. მე ხვდებიან, რომ საჭიროა დიზაინერი და უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას, როგორ გამოიყურება მათი ვიზუალური იდენტობა. ანუ ახალ სეზონზეც უნდა ველოდოთ ამ ახალ მიმართულებას. კი, ბეჭდვის სახელოსნოს ვორქშოპები და მასტერკლასები ეხლა სტარტება შაბათ-კვირას, ყოველ შაბათ-კვირას არის ძირითადად მაინც ამ დროს სტარტება ხოლმე, შუაკვირაში არის მხოლოდ ლექციები, კურსები და პროგრამების. კიდევ რა გეგმა, რისი გაზიარება შეგვიძლია გაფართოების განვითარების ნაწილში? ახლა საერთკენ გაქვთ გეზი განვითარების კომპასის მიმართულებით? ეხლა მუშაობთ უფრო მეტად 6 თვიან პროგრამაზე, რაც ვახსენე, წელიწადში 2 ჯერ ჩატარდება და უფრო პროფესიული მიმართულება ექნება. დავამატებთ ახალ კურსებს, მაგალითად ფოტოხელოვნებას ან მოდის მიმართულებით და ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვერ გავაზიარებ სექტემბრიდან. ფართოვდებით, რაც თავარია. კი, გუნდიც გაიზარდა, აქამდე 3-4 გუნდისგან შედგებოდა და ეხლა უკვე 15 და მეტი. რაც თავარია, სრულად და ბოლომდე ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ფოკუსი გაქვთ წინ. კი, სოციალურ ქსელშიც ვცდილობთ, რომ უფრო გავაქტიუროთ. და მოვიკითხავთ ჩვენც აუცილებლად ამ აქტიურობის შედეგს და მონაგარს როგორი იქნება და იმედი მაქვს, რომ ის შედეგი იქნება, რაც და როგორც გაქვთ ჩაფიქრებული, წარმატება თქვენ, თელ თქვენს გუნდს. ქეთი ქურციკაშვილი დიზაინის და ბეჭდის აკადემიის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, სანამ რეკლამაზე გავალთ. კიდევ ერთი თემა უნდა შემოგთავაზოთ, რატომ ვერ შოულობს მცირე ბიზნესი კვალიფიციურ კადრებს. ნახოთ ვიდეო ისტორია. გადაცემის მეორე ნაწილში კი შავი ზღვისპირეთის სასტუმრო ბიზნესს მოვიკითხავთ დაკვირვებით. სამუშაო ადგილები არსებობს, თუმცა ამ პოზიციებზე სამუშაოდ არავინ მიდის. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაციის ივნისის ანგარიშის საგანგაშო სურათს აჩვენებს. მცირე ბიზნესის მფლობელთა 51% აცხადებს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს ვერ პოულობს. ეს 2024 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. უფრო მეტიც, იმ მეწარმეების 84%, ვინც გასულ თვეში თანამშრომლის აყვანას ცდილობდა, ამბობს, რომ გამოხმაურება თითქმის არ ყოფილა. ან აპლიკანტებს სათანადო უნარები საერთოდ არ ჰქონდათ. კვლევა მაჩვენა, რომ 51% ვერ პოულობს კვალიფიციურ კადრს. 19% კი მიიჩნევს, რომ კადრების ხარისხი და ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრობლემაა. თუ აქამდე მეწარმეებისთვის მთავარ თავს-ატეხს შრომის უნარიანი სამუშაო ძალის სიძვირე წარმოადგენდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ივნისის მონაცემებით შრომის ხარჯებმა, როგორც ნომერ პირველმა პრობლემამ, უკან გადაიწია და მხოლოდ 8%-ისთვის დარჩა მთავარ გამოწვევად. სამაგიეროდ წინა პლანზე სწორედ კადრების ფიზიკურმა დეფიციტმა წამოიწია. სტატისტიკის მიხედვით, მცირე ბიზნესების 32%-ს ამჟამად აქვს ისეთი ვაკანსიები, რომელთა შევსებასაც საერთოდ ვერ ახერხებს. ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს ფული აქვს, თუმცა რეალურად აღარავინაა, ვინც საქმეს გააკეთებს. რატომ უჭირს მცირე ბიზნესს ხალხის დაქირავება? მიზეზები კომპლექსურია. პირველ რიგში ეს ეხება სპეციფიკური საქმისმცოდნე ადამიანებს, სანტექნიკოსების, წარმოების ტექნიკოსებისა თუ სხვა პროფესიონალების პოვნა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებს მიღმა ურთულესია. მეორე მხრივ პრობლემაა არაკვალიფიციურ მუშახელში. ცხოვრების გაძვირებული ხარჯებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე სამუშაოს მაძიებლები ითხოვენ ისეთ ხელფასებს, რომელთა გადახდაც მცირე ბიზნესს ხშირად არ შეუძლია. დამსაქმებლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად კონკურენტული ანაზღაურებისა და დამატებითი ბენეფიტებისა, როგორიც არის ფასიანი შვებულება თუ დაზღვევა, მომსახურების სფეროში ვაკანსიები მაინც შეუსებელი რჩება. მთავარი კითხვა, რაც ისმის, არის ის, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. ექსპერტების შეფასებით, კადრების ნაკლებობა ახლა ბიზნესისთვის გადარჩენის საკითხია. კომპანიები იძულებულები არიან უარი თქვან ახალ შეკვეთებზე, რადგან სამუშაო შემსრულებელი ფიზიკურად არ ხავთ. როგორც კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მეწარმე აღნიშნავს, კარგი კადრების პოვნა იმდენად რთულია, რომ კომპანიის ზრდა შეუძლებელი ხდება. მაშინაც კი, როცა ბაზარზე მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია. კრიზისის შესამსუბუქებლად მცირე ბიზნესის 28%-მა ივნისში თანამშრომლებს ანაზღაურება გაუზარდა. 17% კი ხელფასების ზრდას მომავალ 3 თვეში გეგმავს, თუმცა მხოლოდ ფინანსური წახალისება პრობლემას ვერ აგვარებს. უნდა ითქვას ისიც, რომ მცირე ბიზნესი ამ ბრძოლაში ხშირად უთანასწორო პირობებშია, სულ კორპორაციებთან შედარებით. ენერგომატარებლების საწვავისა და ბიზნეს დაზღვევის გაწვირების ფონზე მეწარმეებს სულ უფრო უჭირთ საოპერაციო ხარჯების დაბალანსება და პარალელურად მიმზიდველი პაკეტების შეთავაზება. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მეწარმეები დანებებას არ აპირებენ. კვლევითი ორგანიზაციის დასაქმების ინდექსის მიხედვით, კომპანიების ნაწილი მომდევნო 3 თვის განმავლობაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მაინც აპირებს. თუმცა თუ ეს ვაკანსიები კვლავ შეუსებელი დარჩა, ბიზნესის გაფართოების გეგმები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. კვლევა აჩვენებს, რომ მცირე ბიზნესისთვის დღეს მთავარი გამოწვევა არა კლიენტების მოძიება, არამედ იმ ადამიანების პოვნაა, ვინც ამ კლიენტებს მოემსახურება. ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ შრომის ბაზარზე
მოთხოვნა მიწოდების ბალანსი არ დარეგულირდა და კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა. მცირე ბიზნესის სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალია, სტაგნაციის წინაშე აღმოჩნდება. ქალების ნარატივი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ვაგრძელებთ გამოშვებას. საჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ბაზარზე ახალი პრემიუმ კლასის მასპინძლობის ობიექტების გაჩენაც ადასტურებს ბათუმის ცენტრში. გმირთა ხეივანზე ოპერირება დაიწყო მასშტაბურმა პროექტმა Blue Sky Apart Hotel-მა, რომელიც დეველოპერული ჯგუფის Like House-ის 200 მილიონი ლარიანი ინვესტიციის Blue Sky Tower-ის ნაწილია. 795 მაღალი კლასის აპარტამენტის წარმოდგენილი კომპლექსი ბათუმში, როგორც აღნიშნავენ, კომფორტული დასვენებისა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. ობიექტი გამოირჩევა თავის ადგილმდებარეობითაც და ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მაქსიმალურ სიახლოვეს უზრუნველყოფს. სასტუმროს კონცეფციასა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ჩვენი შემდეგი სტუმარი ისაუბრებს. ვიდეოზარით ეთერს Blue Sky Apart Hotel-ის გენერალური მენეჯერი მამისა ვარშალოვიძე უერთდება საქმიანი ამბების გასაზიარებლად. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა ძალიან დიდი მამისა თქვენი დროისთვის, ჩართულობისთვის ჩვენთან. თან უკვე ცხელ სეზონზე შავი ზღვისპირეთში განსაკუთრებით აქტიურად იგრძნობა, იმედი მაქვს ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ უშუალოდ სეზონის დინამიკაზე ვისაუბრებდეთ, მინდა რომ სასტუმრო გავაცნოთ უფრო უკეთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ გამოჩენისთანავე პოზიციონირდა როგორც ცხოვრების ახალი სტანდარტი და ეს რაღაცა სულ ლაიტმოტივად დაყვება ყველა იმ ინფორმაციას, ყველა იმ სიახლეს, რასაც წარმოადგენს ხოლმე თქვენი ჯგუფი. კონკრეტულად რას გულისხმობს, ასე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში ეს რაღაც ახალი სტანდარტი, რა ნიშა დაიკავა ბაზარზე კომპლექსმა და რითი არის გამორჩეული? რას თავაზობთ მომხმარებელს? კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. Blue Sky Apart Hotel-ი ახალი თანამედროვე სივრცეა ბათუმის პრესტიჟულ უბანში, სადაც სიმყუდროვე და კომფორტი ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ ძნელია თითოეული ჩვენი სტუმრისთვის აქ ვერ გამოძებნოს ისეთი სივრცე და ისეთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად არ იგრძნობს. ჩვენი აპარტამენტი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ლოკაციაზე, გმირთა ხეივანზე, სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში. ასევე ძალიან ახლოს არის ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა, როგორც არის გასართობი ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, არდაგანის სპა, სხვა სულ რაღაც 500 მეტრში გვაქვს. ლოკაცია ნამდვილად არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობა და ასევე გამორჩეული დიზაინი, გამორჩეული ინტერიერის მქონე მყუდრო ოთახები, სრულად აღჭურვილი ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის, ეს იქნება ბიზნეს მომხმარებელი თუ საოჯახო არდადეგებისთვის ჩამოგზავნებული სტუმრები, რაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ სიმყუდროვეს და ელფერს ჩვენს აპარტამენტს, რომელშიც 800-მდე აპარტამენტია, უკვე ახსენეთ, ნამდვილად მასშტაბური პროექტია. სხვადასხვა ტიპის ოთახის კატეგორიებია მასში მოთავსებული, გვაქვს სტუდიოს ტიპის აპარტამენტები, ერთსადინებლიანი აპარტამენტი, რომელშიც ცალკე სივრცედ არის გამოყოფილი მოსასვენებელი ზონა და საძინებელი სივრცე და გვაქვს ასევე ძალიან მყუდრო, სრულად აღჭურვილი, თანამედროვე ინტერიერით და სამზარეულოს მოწყობილობებით საოჯახო ტიპის დასვენებისთვის. მამისა, რა ბიზნეს მოდელით ოპერირებს აპარტოტელი? მოდი ესეც ავხსნათ, როგორც შეიძლება ვთქვათ იჯარა, ასევე ყიდვის შესაძლებლობა აქვს დამსვენებელს? კი, ასევე ძალიან საინტერესოა და კარგია, რომ ხაზი გაუსვით ბიზნეს მოდელს, რომელიც ასევე ინოვაციური და ერთ-ერთი პირველი გახლავთ ბაზარზე.
ეგრეთ წოდებული full სისტემის management სისტემა გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული მეპატრონე, რომელიც ჩვენთან შეიძენს აპარტამენტს, განურჩეულად იმისა, გაქირავდება თუ არა მისი აპარტამენტი, თანაბარი წილის მიმღები იქნება სეზონის ჭრილში და ეს საერთო ჯამური შემოსავალი, რომელიც გადანაწილდება მეპატრონეზე, ნაწილდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ სამართლიანობის პრინციპით და ამას თვითონ მეპატრონეებიც ადევნებენ სპეციალური პორტალის საშუალებით თვალს, რომელიც აქტიურად ახლა მუშავდება და ეცნობა მეპატრონეებს. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული მენეჯმენტ სისტემა, რომელიც აპარტსასტუმროებისთვის განსაკუთრებით და განსაკუთრებით თვითონ ინვესტორებისთვის, რომლებიც წლების წინ თქვათ ენდეს ამ იდეას და დააბანდეს ინვესტიცია არის მომხიბლელი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მისი აპარტამენტი გაქირავდება თუ არა, მას მისი წილის შემოსავალი ანგარიშზე დაერიცხება კონკრეტული ოპერირების პერიოდის შემდეგ. მე მგონი მართლა ისეთი სიახლეა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ არა სამომავლო პერსპექტივაში, მაინც დააინტერესებს. აი, როგორ მიიღო ბაზარმა ეს ბიზნეს მოდელი? რამდენად გამოჩნდა ინტერესიც, მათ შორის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ინვესტორების მხრიდან? დაგეთანხმებით, ნამდვილად სიახლეა, ინტერესით საკმაოდ დიდი გამოიწვია ამან, რაც ადასტურებს ის, რომ უმრავლესობა აპარტამენტების უკვე გაყიდულია, ყავს თავისი ინვესტორი და მეპატრონე, რომელმაც სრულად გვანდო მისი მართვა და მენეჯმენტი Blue Sky აპარტ ჰოტელის მენეჯმენტის გუნდს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე შენობაში გარდა იმისა, რომ გვაქვს 795 აპარტ ნომერი, ასევე სამომავლოდ იგეგმება პირველ 7 სართულზე, პირველ 6 სართულზე Holiday Inn-ის სასტუმროს ბრენდის ოპერირება, რომელიც აქტიურ ფაზაშია და ასევე ძალიან მალე დაიწყებს შემდეგი წლებისთვის უკვე დასრულდება მშენებლობის ნაწილი და დაიწყებს ოპერირებას. რასაც გარკვეულწილად თავისი მომხიბლელობა შესძინა როგორც ინვესტორებისთვის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის და სწორედ ამანაც განაპირობა მისი სწრაფი რეალიზაცია. მამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა სასტუმროზეა საუბარი, რა საინვესტიციო მოცულობაზეა, რა ვადებში უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ეს იქნება Holiday Inn Resort-ი, პირველი Holiday Inn-ის სასტუმრო აჭარაში, რომელიც ყველაზე სუდი ვარაუდით, ასე ვთქვათ, გამომდინარე სამშენებლო ფაქტორებიდან და ბევრი ყველა ვიცით, რომ სასტუმროს გახსნა რაღაც გარკვეულწილად ინაცვლებს ხოლმე დედლაინებით, 2028 წლისთვის უნდა დაიწყოს ოპერირება. რა საინვესტიციო მოცულობაზე გადიხართ? აი ამჟამინდელი დათვლებით. როგორც უკვე ახსენეთ, 600 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა მთლიანად პროექტის მოცულობაში და ასევე არ გვინიშნავს საცხოვრებელი პრემიუმ კლასის სივრცე, რომელიც იგივე შენობაში მდებარეობს, B ბლოკში, განთავსებულია ასევე 1000-ზე მეტი აპარტამენტი, რომელთა უმრავლესობაც უკვე ასევე რეალიზებულია, მაგრამ აქ არ არის მეპატრონე შეზღუდული იმისგან, რომ აუცილებლად უნდა გადმოხდეს ჩვენ მართვაში. თითოეულ მეპატრონეს თავად შეუძლია განკარგოს იცხოვრებს ამ აპარტამენტში თუ გააჩნია. არა, ამ შემთხვევაში სასტუმროს კონკრეტულად სასტუმროს შემთხვევაში მაინტერესებდა, კი. კონკრეტული მოცულობას ვერ დაგიკონკრეტებ სასტუმროს ინვესტიციის, თუმცა 45 მილიონზე მეტი მოცულობის პროექტია. და ამას ეს უშუალოდ შევა როგორც Blue Sky აპარტოტელის კოლგის ქვეშ გაერთიანება. ეს იქნება Lighthouse-ის სამშენებლო კომპანია Lighthouse-ის მიერ შემოყვანილი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გასაკურველია ისევ ბრენდის სტანდარტებით და Holiday Inn-ის მენეჯმენტის ქვეშ იმართება. ეს თქვენს მართვის ქვეშ იქნება თუ მათ შორის რა მოდელი ჩემოდის ეს სასტუმრო ესეც საინტერესო მოდელი გახლავთ Holiday Inn-ის პროექტი, როგორც ყველა უმეტესობა ბრენდული სასტუმროების ამ კონცეფციით, რომელიც
ასე ვთქვათ, აპარტამენტებთან ერთად სინთეზში ოპერირებს და არ არის ეს პირველი მოდელი ბათუმისთვის. ეს იქნება კი მართვის დღეს რა ეტაპზე ვართ მამისა გამომდინარე იქიდან რომ მშენებლობის ეტაპზე ვართ, ამ ეტაპზე თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, სრულად გახსნილია აპარტამენტების ნაწილი, იგივე შენობაშია, ინფრასტრუქტურა რის ნაწილი ცხადია იქნება, ასე ვთქვათ, გაზიარებული აპართ-ჰოტელის სტუმრებისთვისაც, რომელსაც ჩვენც დიდი მოლოდინით ველოდებით, ის იქნება გამორჩეული სივრცე საუზმისთვის, საოცარი ტერასით და ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება, ასევე იქნება სპა და გამაჯანსაღებელი სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, რომელიც ჩვენს ძალიან გვჭირდება და სულ მოვთქველი ველოდებით, რომ აქტიურად დავიწყოთ მისი გაყიდვა და შეთავაზება როგორც ჩვენი აპარტ-სასტუმრო სტუმრებისთვის, ასევე ცხადია სასტუმროს სამომავლო სტუმრებისთვის. აი თქვენ პორტფელიოსაც რომ გადავხედოთ. დიახ. აი გამომდინარე იქიდან რომ ფართოვდებით ხო იგივე სასტუმროს მიმართულებასაც აამატებთ აპარტ-ჰოტელებს თავის მხრივ ავითარებთ და ცხადია ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა ასე რომ არ იყოს მოთხოვნა და რომ არ გიმაგრებდეთ ეს ყველაფერი ზურგს ხო ამ შემთხვევაში მამის აი თქვენს ბაზრებსაც რომ გადავხედოთ აი თარგეტირებული მიმართულებები რეებია და ძირითადად ინტერესი მოთხოვნა რომელი ბაზრებიდან მოდის საიდან გაქვთ განსაკუთრებული ზრდა და აი საბოლოოდ ასე ვთქვათ დინამიკაში თუნდაც ფინანსური მაჩვენებლების აღმავლობის თვალსაზრისით ვის აქვს ყველაზე დიდი წილი? ეს მაინც ქართველები არიან თუ? ნამდვილად ჩვენს დღევანდელ არაპროგნოზირებად და ასე ვთქვათ საკმაოდ გამოწვევებით დატვირთულ ტურიზმის ბაზარზე ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ თემებზე როგორც საუბარი, ასევე სწორი ანალიზი, რადგან მყისიერი რეაგირება აქვს ტურიზმის სფეროს იმ პატარა თუ დიდი მოვლენების მიმართ, რომელიც ჩვენს გარშემო მსოფლიოში და არა მარტო მსოფლიოში ჩვენს ირგვლივ საქართველოშიც ვითარდება. რასაკვირველია, ქართული ბაზარი არის ჩვენი სამიზნეს სეგმენტი, მაგრამ ეს არის მხოლოდ სეზონის პერიოდში, სულ რაღაც 2-3 თვის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით ამ მოცულობის და ამ მასშტაბის სასტუმროებისთვის ძალიან მოკლე პერიოდია და რასაკვირველია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამათანა არის რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო ტურისტული სააგენტოები, გქონდეს მუდმივი კონტაქტი და აქტიური კოლაბორაცია ისეთ სააგენტოებთან, რომლებიც შემოიყვანს ტურისტებს 12 თვის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს და არის ნამდვილად დსთ-ს ქვეყნები, ცალსახად არის გალფის ქვეყნები, ძალიან გააქტიურდა ბოლო პერიოდში სასომხეთის და აზერბაიჯანის, რაც რამოდენიმე წლის განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში თითქოს მივიწყებულ ბაზრად ითვლებოდა, ცოტა წილი მოდიოდა ამ ბაზრებზე, მაგრამ ასევე მსოფლიოში გააქტიურდა ტენდენცია კავკასიის ტურების მიმართულებით, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს და მომატებულია ამ კუთხითაც დაინტერესება როგორც ჩვენი სასტუმროების, ასევე მთლიანად და ბათუმის რეგიონით, ასევე მთლიანად საქართველოს ჭრილში, რასაც ძალიან მივესალმებით. ძალიან არაპროგნოზირებადია ისრაელი, მიმდინარე მოვლენებისა, რასაკვირველია ჩვენი მეზობელი ქვეყანა აქტიურად არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც გვიჯავშნის და თანამშრომლობს როგორც დატვირთულ სეზონზე, ეხლა აქტიურად მუდმივი ჯგუფებით, ასევე ზამთრის პერიოდში ეს არის თურქეთი და როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, ესეთის ქვეყნებიც ცხადია, თუმცა საბედნიეროს თუ საუბედუროდ სახად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ სტუმრის პროფაილი, სტუმრის თვითონ მომხმარებელი შეცვლილია ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ადრე თუ
ქონდა ამბიცია და გვინდოდა რომ მაქსიმალურად მაღალ გადამხდელ უნარიან სტუმრებზე ქონოდა აქცენტი დღეს უკვე ნებისმიერ ასე ვთქვათ შეთავაზებაზე და ნებისმიერ სეგმენტზე ვართ თანახმა ოღონდ იყოს ასე ვთქვათ დაინტერესება და სტუმარი თან მით უმეტეს იმ ფონზე როცა უკვე გაჯერდა და ძალიან დიდ კონკურენციაში გიწევთ ოპერირება ხო ეს ბოლოს მინდა რომ შევაჯამოთ როგორ ახერხებთ აი ამ კონკურენციაში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას რა არის ამისთვის მთავარი დღეს აჭარაში შავი ზღვისპირეთში და უკვე მიმდინარე სეზონზეც ერთი-ორი სიტყვა გითხარით ზაფხული რამდენად აქტიური ფაზაშია თქვენთან თავსახედ მინდა აღვნიშნოთ რომ ზაფხული უკვე ნამდვილად აქტიურ ფაზაშია ივლისის დასაწყისიდან უკვე ნამდვილად იგრძნობა სეზონის აქტიური ფაზა რაც შეეხება კონკურენტულადობას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი გახლავთ ლოკაცია გამორჩეული ინტერიერის და დიზაინის მქონე თანამედროვე ტიპის სივრცის ქონა ჩვენს აპარტსასტუმროში რომელიც განსაკუთრებული სიამაყითაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ მართლა საოცარი სივრცე გვაქვს როგორც ლობში ასევე ოთახებში და ეს ქართველი ჩვენი თანამოქალაქი ინტერიერის დიზაინერის ქალბატონი თეონა ზულიკიძის შექმნილია რასაც ნამდვილად ვუმადლით და ასევე ცხადია ის მომსახურება რომელსაც ჩვენ თავაზობთ რაც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე და რაც არ უნდა გამართული და მოწესრიგებული სივრცე შევთავაზოთ სტუმრებს საბოლოო ჯამში მაინც მომსახურების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია ის თუ როგორი მომსახურება დახდება და ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი გუნდით რომელიც ცდილობს რომ ეს ხარისხი მომსახურების შეინარჩუნოს ძალიან დიდი მადლობა მამისა ძალიან საინტერესო ბაზრის ანალიზისთვის არა მხოლოდ თქვენს კონკრეტულ ასე ვთქვათ პროექტზე არამედ ზოგადად ძალიან საინტერესო მოსაზრებები გქონდათ და მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის წარმატება აქტიური და დატვირთული სეზონი მინდა რომ გისურვოთ მამისა ვარშალომიძე Blue Sky აპარტ-ოტელის გენერალური მენეჯერი იყო ჩვენთან ერთად სასტუმროების ბაზარი გაჯერდა მათ შორის დედაქალაქშიც მიწოდება მოთხოვნას მკვეთრად აჭარბებს ამის შესახებ სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ მათი განმარტებით ბაზარზე დისბალანსია რადგან სასტუმრო ოთახების ზრდის ტემპს ტურიზმის ზრდის ტემპი ვერ ეწევა გაზრდილია ინვესტიციის უკუგების პერიოდიც თუმცა როგორც დარგში განმარტავენ ზოგიერთი რეგიონი მიმზიდველობას კვლავ ინარჩუნებს ამასთან კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა რომ საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადა გადაცილებული სესხის სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია. კარგავს თუ არა მიმზიდველობას სექტორი ეკა გაზდალიანის სიუჟეტი ვნახოთ მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. სასტუმროების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რაც ფასების ვარდნას და სექტორის დაზარალებას იწვევს. როგორც დარგში განმარტავენ, ბაზარი გაჯერდა. სასტუმრო ოთახების ზრდის ტემპს ტურიზმის ზრდის ტემპი ვეღარ ეწევა. რაოდენობაში ოთახების რაოდენობა გაიზარდა, მოდით ესე ვთქვათ, რაღაცა 70-80% და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 10%. და ბაზარი ნამდვილად გაჯერდა, ძალიან ბევრი სასტუმრო ნომერი გვაქვს თბილისში და იმაზე მეტი გვაქვს ვიდრე მოთხოვნა. შესაბამისად, როცა ბევრი სასტუმრო ოთახია, კონკურენციიდან გამომდინარე, ფასი დაბლაიწევს და ჯამურად სექტორი აგებს. შედეგად სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მცირე 20 ნომრამდე სასტუმროებში ინვესტირება მიმზიდველი აღარ არის. მაღალი მარჟებისა და დაბალი ფასების გამო მოგების მარჟა მცირეა და ინვესტიციის უკუგების პერიოდიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ინვესტორი როცა ფულს აბანდეს თბილისის სასტუმროებში დღევანდელი ციფრებიდან გამომდინარე 25 წელი ჭირდება, რომ ეს ციფრი ამოიღოს უკან. ყველა ტიპის სასტუმროებს და მცირე ტიპის სასტუმროები ზოგადად გამართლებული აღარც არის. რაღაც 30 ნომრამდე, 30-35 ნომრის სასტუმროები უკვე ესე ვთქვათ თავის აქტუალობას კარგავს, იმიტომ რომ ფასი იმდენად ის არის, რა ქვია, ფასისა და ხარჯ შორის ან ჯიოპი იმდენად დაბალია, რომ ინვესტიციისთვის აღარ არის სასურველი. 2026 წლის მაისის მდგომარეობით სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2 მილიარდ 939 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 135 მილიონი ლარი 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს განეკუთვნება. ამასთან სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი კრედიტების გაცემა შეფერხებულია. მთლიანად სექტორის სასხების მოცულობა კი შემცირებული. 2025 წლის მაისში სექტორის აკრედიტო პორტფელის სომა 3 მილიარდ 198 მილიონ ლარზე მეტი იყო და ის ერთ წელში 2 მილიარდ 929 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ბაზარი გაჯერებულია, ეხლა დღესდღეობით როგორც ამ სფეროში მუშავე ადამიანს ნამდვილად ვერავის ვერ ურჩევ რომ შემოდი და ჩადე ინვესტიციაზე, როცა იცი შენ რა შედეგი შეიძლება მიიღონ. ამიტომ თუ თვითონ სურვილი აქვს, რასაკვირველი ისინი არც გეკითხებიან, შემოდიან, მათ უკვე გათვალისწინებულად რა ჭირდებათ, როდის ჭირდებათ. სპეციალისტების განმარტებით ის რომ სასტუმროების სექტორი მიმზიდველი აღარ არის, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის რომ გეოპოლიტიკური კრიზისების გამო ტურისტული ნაკადების გადაადგილება შემცირებულია და ისე სწრაფად აღარ იზრდება როგორც წარსულში. ქვეყანაში შემცირებულია მაღალ მყიდველ უნარიანი ტურისტების რიცხვიც. რის გამოც სექტორი იძულებულია ბაზრის მოთხოვნას მოერგოს, რაც ინდუსტრიას ფასების ზრდისა და მოგების სწრაფი აკუმულირების საშუალებას არ აძლევს. ინვესტორებმაც გააცნობიერეს, რომ სასტუმრო ბიზნესი არ არის სფერო, საიდანაც შეუწყვეტელი ნაკადი მოდის მოგების და ფულის. ჩვენი ფასები, ადგილობრივი ფასები დასტაბილურდა მიწოდების გაზრდის გამო. ანუ თუ ადრე ნომრებს ყიდით მაღალ ფასად, მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ ახლა გადავინაცვლეთ საშუალო სეგმენტში, სადაც იძულებული ვართ ბაზრის მოთხოვნას მოვერგოთ, არ ჩამოდის მაღალ გადამხდელი სტუმარი იმ რაოდენობით, რაც ადრე ფუფუნება გქონდა და გქონდა ნაკრები მიწოდება სასტუმროების შესაბამისად ფასი მაღალი იყო. ბევრმა ფაქტორმა ერთდროულად იმოქმედა. ამის მიუხედავად დარგის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს 4 სეზონიანი მიმართულება და ტურიზმის სექტორში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მიმზიდველია. თუ 10-15 წლის წინ ძირითადი საინვესტიციო ბუმი დედაქალაქზე მოდიოდა, დღეს ვითარება შეცვლილია და ბაზარი უფრო მეტად რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. ბათუმზე და თბილისზე საუბრობ და გორშიც არის ინტერესი, პირდაპირ გეტყვით. ახლა ალბათ იფიქრებთ რატო გორში? გორელი, რომელიც წასულია დაუშვათ ქვეყნიდან, ის ბრუნდება და აშენებს გორში. ამიტომ ეს პრეცედენტი შექმნა გორი ინმა და ნახა რომ საკმაოდ მომგებიანი იყო, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ გორი ინში ისინი ჩვენი წევრები არიან, ქუთაისიდან ჩამოსული სტუმრები აუცილებლად შედიან გორში და ეს სასტუმროც ჩათვალეთ რომ უკვე დატვირთულია და აქაც საკმაოდ ჩინელებიც არიან და მიხარია რომ ივსება და არ არის წყვეტა. მე მესმის რომ ერთგვარად შეიძლება ვიმსჯელოთ რომ კონკურენცია არის ძალიან გაზრდილი და გვიწევს ხანდახან ფასების კორექტირება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კარგია, როდესაც ამდენი საერთაშორისო ბრენდის რუკაზე ხარ მონიშნული, ამდენი განთავსების ობიექტი გაქვს, ყველაფერს საბოლოოდ ბაზარი არეგულირებს და დაარეგულირებს. ერთი წელი შეიძლება გქონდეს ისეთი, სადაც მოთხოვნა მიწოდებას გადაუსწრებს, მეორე წელი შეიძლება იყოს ისეთი, სადაც მიწოდება მოთხოვნას გადაუსწრებს. ეწევა მოთხოვნას, ხედავთ რომ წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა და მაღალი კლასის ობიექტები მგონია კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოგვიყვანენ, კიდევ უფრო მეტად გაგვარეკლამებენ, კიდევ უფრო მეტად აწევენ სერვისის დონეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით გასულ წელს საქართველოში 5.524.000 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. 2024 წელს ეს ზრდა წინა წელთან შედარებით 9%-იანი იყო. პანდემიის შემდეგ სექტორმა აღდგენა და ზრდა ეტაპობრივად დაიწყო, რაც როგორც ჩანს, ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის საკმარისი არ არის.